უკრაინას შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. დასავლური მედია იუწყება, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მთავრობამ ტრამპის წინადადება მიიღო, თუმცა დეტალებზე შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია. ინფორმაცია თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა კირ სტარმერმაც. გეგმა ითვალისწინებს უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მხრიდან. ეს მართლაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ჟენევაში გამართულმა მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი მოგცა უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განახლებულ სამშვიდობო ჩარჩოზე. უკრაინა მას დათანხმდა, თუმცა ვარწმუნებ პარლამენტს, რომ გეგმის დახვეწაზე მუშაობა გრძელდება. ამერიკული მშვიდობის განსახილველად ჟენევაში მაგიდასთან ამჯერად უკრაინული დელეგაციაც მიიწვიეს, სადაც 28 პუნქტიანი გეგმა ახალ ჩარჩო დოკუმენტად და 19 პუნქტიან სტრატეგიად იქცა, რომელიც ამერიკის გარდა მისაღები უკრაინისთვისაც აღმოჩნდა. თუ ჩვენ მართლა ვასრულებთ ომს, მაშინ არ უნდა იყოს რაკეტები, არ უნდა იყოს მასიური დარტყმები უკრაინაზე ჩვენს ხალხზე. ამის გაკეთება შეუძლია იმას, ვინც მართლა ძლიერია მსოფლიოში. ბევრი რამ ამერიკაზეა დამოკიდებული. ჟენევის მოლაპარაკებებს მშვიდობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯად მიიჩნევენ ევროპაშიც, თუმცა ითხოვენ, რომ საბოლოო სტრატეგია მათი ჩართულობით შეიქმნას. ლიდერების ნაწილი უკრაინის ომის გაგრძელებაში ევროკავშირსაც ადანაშაულებს. ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, მაგრამ მიმართულება პოზიტიურია და ჩვენ დადებითად ვაფასებთ პრეზიდენტების ზელენსკისა და ტრამპის და მათი გუნდების ძალისხმევას. ახლა მთავარია წინ წავეციოთ, როგორც პარტნიორებმა, რომლებსაც საერთო მიზანი აერთიანებთ. უკრაინის ინტერესები ევროპული ინტერესებიცაა. მნიშვნელოვანია უკრაინა მომავალში შეძლოს საკუთარი თავის ეფექტურად დაცვა აგრესიის გამოვლინებებისგან. ამისთვის მას სჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები და პარტნიორების მხრიდან უსაფრთხოების სანდო გარანტიები. ევროკავშირს სურს ომის გაგრძელება ისე, რომ არ აქვს ფული სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისთვის. არავთ გეგმა თუ როგორ უნდა მოიპოვონ თანხა. ერთადერთი იდეა, რაც აქვთ, არის ის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა შეაგროვონ თანხა ან ავიღოთ საერთო სესხი. მშვიდობის ამერიკულ ვერსიას ერთადერთ რეალურ სტრატეგიად განიხილავს აგრესორი ქვეყანა. კრემლში ევროპის უსაფრთხოების სისტემის განხილვაზე საუბრობენ და გარკვეულ ეტაპზე მოლაპარაკებებში ევროპელი ლიდერების ჩართვასაც არ გამორიცხავენ. ამჟამად ერთადერთი რეალური ვერსია ამერიკული ტრამპის პროექტია. მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება მოლაპარაკებების კარგი საფუძველი გახდეს და ამის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა. ბუნებრივია, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემის განხილვა და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი ევროპელების მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. გარკვეულ ეტაპზე მათი მონაწილეობა საჭირო გახდება. დავიდრე უკრაინული მშვიდობის გეგმა ყალიბდებოდა თეთრმა სახლმა ომში მყოფი ქვეყნის დაფინანსება შეწყვეტა, თუმცა დიდი რაოდენობის იარაღით ნატოს მომარაგების საკითხი ძალაში დატოვა. ჩვენ ამას სამუდამოდ ვერ გავაკეთებთ და პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დაასრულდეს. ის მშვიდობის პრეზიდენტია, სწორედ ამას ესწრაფვის და დღესაც ის რჩება ოპტიმისტურად. უკრაინის მშვიდობის ამერიკული და ევროპული გეგმების შემდეგ განხილვის მთავარ საგნად შეერთებული შტატებისა და რუსეთის საიდუმლო მოლაპარაკებები იქცა. ამერიკული მედია აბუ-დაბიში იმ შეხვედრაზე ალაპარაკდა, რომელსაც შეერთებული შტატების მხრიდან სახმელეთო ჯარების მინისტრი ხელმძღვანელობდა, დეტალები კი უცნობი დარჩა.